გუგა პროკურატურამ დაანონსა გუშინ რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაცია შესაბამისად ჩვენ ველოდებით დღეს როგორც გენერალურ პროკურატურაში ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგს რომ გავიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ ჩხრეკების შესახებ და შედეგი რა მოყვება იმ ჩხრეკას რომელიც ჩატარდა გუშინ 22 ლოკაციაზე მთელი თბილისის მასშტაბით. მე ხომ ვიმყოფები ერთ-ერთი იმ ლოკაციაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს ირაკლი ღარიბაშვილის, ქვისლის, ლექსო თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი. ეს არის სწორედ ის კორპუსი და ბოლო სართული, სადაც გუშინ დილის 10 საათიდან შევიდნენ გამომძიებლები სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და პროკურატურიდან და ჩატარდა ადგილზე ჩხრეკა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში ამ საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, იქ სადაც მდებარეობს ლექსო თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობს, მიმდინარეობდა ჩხრეკა და დიდი ალბათობით ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლიდანაც გარკვეული სახის მტკიცებულებები, ნივთმტკიცებები. ჩვენ ვცადეთ მასთან გასაუბრება, ასევე მის ოჯახის წევრებთან, თუმცა არც ერთი მათგანი ჩვენთან კავშირზე დღეს დილიდან არ გამოდის. ვიმყოფებოდით ბუნებრივია მის საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა შესაძლებელია შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ახლა იქ ადგილზე არ ვიმყოფება, რაც არჩენს განცდას, რომ შესაძლოა ლექსო თამაზაშვილი ახლა იმყოფებოდეს გამოკითხვაზე. ეს არის ერთ-ერთი ლოკაცია 22 ლოკაციიდან, როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, სადაც ჩატარდა ჩხრეკა და ლექსო თამაზაშვილი არის ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის ის წევრი, რომლითაც დაინტერესდა გამოძიება. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ყველა სახლის და ასევე პირადი ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ნივთმტკიცებები. აქ საუბარია დიდი რაოდენობით თანხაზე, საუბარია ელექტრომოწყობილობებზე და სწორედ ამ მტკიცებულებების დაშიფრვა და გამოკვლევა მიმდინარეობს ახლა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე გენპროკურატურაში და ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი რა საქმესთან დაკავშირებით, რა საქმის ფარგლებში ჩატარდა ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების და მათი გარემოცვის საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკები. გუშინ პოლიცია ჩხრეკაზე იყო მოსული მის საცხოვრებელ სახლში თუ გარემოცი პოლიცია დაიბარეთ ვინ მოსული ეს რო ცხოვრობს ვიცი თქვენ როდის ნახეთ ბოლოს ლექსო მე არ მინახავს ვიცი რომ ცხოვრობს საერთოდ არავინ გინახავთ თქვა თანამშრომლები ლექსო თამაზაშვილი თქვენი მეზობელი სულ ბოლოს საერთოდ გუშინ დაყოფილიყო პოლიცია ჩხრეკაზე მის საცხოვრებელ სახლში თუ იცით რა დაინტერესებია არ გიგიათ პოლიცია ჩხრეკაზე იყო მოსული ეს სახლში შემოსულები იყვნენ და კომენტარი იყო არსად დიახ, ლექსო თამაზაშვილის გარდა არსებობს კიდე 7 პირი. ეს ადამიანები არიან ირაკლი ღარიბაშვილთან, გრიგოლ ილუაშვილთან, ასევე ოთარ ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათი უახლოესი გარემოცვის წევრები, რომლითაც დაინტერესდა გუშინ საგამოძიებო უწყება. გუშინ 10 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია მათი საცხოვრებელი სახლების და ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკაც. ამის გარდა ჯერჯერობით გენერალურ პროკურატურაში არაფერი უთქვამთ, რას ეძებს ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების საცხოვრებელ სახლებში და მათთან უშუალოდ საგამოძიებო უწყება. უფრო მეტ ინფორმაციას დიდი ალბათობით სავარაუდოდ გენერალურ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს გაავრცელებს, რა საქმის ფარგლებში იდევნებიან ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ილუაშვილი. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.